ექსკლუზიური ინტერვიუ რიჩარდ ნოლანთან. თვითმმართველობის რეფორმა, მოახლოებული არჩევნები და მოლოდინი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რეგიონალურ მაუწყებლებს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. რიჩარდ ნოლანდის თქმით, ხელისუფლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება თავისუფალ სასამართლოსა და ეკონომიკურ რეფორმებს სჭირდება. მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა და რწმენა იმისა, რომ მოსამართლე მიუკერძოებულ გადაწყვეტილებას გამოიტანს. ელჩმა ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და სექტემბერში უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტსაც შეეხო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ცდილობს რუსეთთან მიმართებით კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას და აჩვენოს, რომ მის მიმართ აგრესიით არ არის განწყობილი. ნოლანდმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რეგიონული მედიის როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას მათ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. უახლოეს დღეებში არის თვითმმართველობის არჩევნები. ეს პირველი არჩევნები არ არის საქართველოში, რომელსაც თქვენ როგორც ამერიკის ელჩი ესწრებით და აკვირდებით. როგორ შეაფასებთ წინა საარჩევნო გარემოს? პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ ამ შესაძლებლობებისთვის, რომელსაც თქვენ მე მაძლევთ მიმართოთ თქვენს აუდიტორიას თქვენი ორგანიზაციის მეშვეობით. მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელობა, რომელიც ერიჭება რეგიონულ მაუწყებლობას დედაქალაქში მიმდინარე მოვლენების გაშუქების თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვანია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოშიც. ეს უკვე მესამე არჩევნებია, რომელსაც მე დავაკვირდები საქართველოში. პირველი იყო საპარლამენტო არჩევნები, ეს ნამდვილად განსაკუთრებული საპარლამენტო არჩევნები იყო, შემდეგ იყო საპრეზიდენტო, ახლა კი მოწმე გავხდებით ადგილობრივი არჩევნებისა. საქართველოს ძალზე მაღალი არჩევნების მაღალი სტანდარტი დააკვირდა არჩევნების ჩატარებით, რამაც ძალზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ევროპული ტიპის არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით. არსებითად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იყო და თითოეული ამ არჩევნების დროს ხდებოდა ისტორიული გადაცემა ხელისუფლებისა. ადგილობრივი არჩევნები საინტერესოა იმითაც, რომ ბევრად მეტი კანდიდატი მონაწილეობს ვიდრე წინა არჩევნების დროს. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს, არამედ პიროვნებებიც, რომლებსაც ადგილებზე კარგად იცნობენ. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ საკმაოდ ინტენსიურ კონკურენციას, სამწუხაროდ ინციდენტებსაც ხედავთ. მათ შორის არის შეტაკებები, დაშინებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და აგრესია საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ. შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებში, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ საქართველოს დააკმაყოფილოს ისეთივე მაღალი სტანდარტი, როგორიც მან დაამკვიდრა წინა არჩევნების ჩატარება. ქართული ოცნების მხრიდან დღეს გაკეთდა განცხადება, რომლითაც შეახსენეს თავის მომხრეებს წესების დაცვის შესახებ პოლიციის თანამშრომლებსაც შეახსენეს ასევე, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს პოლიციის ჩარევა პოლიტიკაში. ერთ-ერთმა პირმა ბოდიში მოიხადა მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მიიღონ ეს სიგნალი, მოხდეს შესაბამისი რეაგირება იმისათვის, რომ პროცესები სათანადოდ წარიმართოს. And respond to that signal that it's really important for these elections to be conducted in a proper manner. თვითმმართველობის რეფორმა დეცენტრალიზაციის პროცესი იყო ერთ-ერთი მთავარი დაპირება 2012 წელს არჩევნებით მოსული ხელისუფლების. დაგეგმილი იყო გაცილებით მეტი ცვლილება, ვიდრე რეალურად ხორციელდება. ამერიკის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის ეხმარებოდა საქართველოს ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებაში. როგორ შეაფასებთ კონკრეტულად ამ რეფორმას, თვითმმართველობის რეფორმას? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ უკან გავიხედოთ და შევხედოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება რეფორმების მასშტაბს, რაც აუცილებელია პოსტსაბჭოთა სივრცეში გასატარებლად. რაც გულისხმობს საბჭოთა სისტემიდან პოსტსაბჭოთა სისტემაზე გადასასვლელად. ამ კონტექსტში თუ განვიხილავთ, საქართველოს ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯები გადადგა ადგილობრივი რეფორმების გასატარებლად. როდესაც ვსტუმრობ ადგილობრივ ოფიციალურ პირებს ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, მეუბნებიან, რომ საქართველოში პირველად მოხდება მერების და გამგებლების პირდაპირ წესით არჩევა. და ამას მეუბნები, როდესაც მეუბნებიან, ნამდვილად ითვალისწინებ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ცვლილებაა, არსებითად მნიშვნელოვანი ცვლილებაა ეს საქართველოში, რომელიც გატარდა. და მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ის, რომ ოფიციალური პირების არჩევა მოხდება პირდაპირ წესით, არამედ ისიც, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ექნება თავისი
ბიუჯეტი და ფინანსების განკარგვის შესაძლებლობა და ყველაფრის კონტროლი არ მოხდება ცენტრიდან. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი. რასაკვირველია, სხვა საკითხებიც არის რეფორმისა, რომლის გატარებაც იქნებოდა სასურველი საქართველოსთვის დეცენტრალიზაციის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნისთვის. თქვენი აზრით რა არის კიდევ გასაკეთებელი ამ მიმართულებით? ერთ-ერთი მაგალითად იქნებოდა ის, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მოხდეს ნათლად განსაზღვრა თუ როგორ მოხდება იმ ფინანსური რესურსების გადანაწილება ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ამჟამად აკონტროლებს ცენტრალური ხელისუფლება. ეს იმაჩნია, რომ ადგილობრივი რეფორმისთვის ძალზედ სერიოზულად განსაცდელი ასპექტია. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, თქვენი აზრით, რომელი სფეროს რეფორმაა ყველაზე აქტუალური დღეს მოქმედი ხელისუფლებისათვის? ერთ-ერთი შეფასება იქნება, რომ საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია თავად, თუ რა უნდა გაკეთდეს. მე უცხოელი გახლავართ, უცხოელი დიპლომატი, მაგრამ რა ვიდგან კითხვას მე მისვამთ, მე გამოვყოფდი ორ სფეროს, სადაც მიმაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი გახლავთ კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია სასამართლოს მექანიზმი არსებობდეს და ეს ძალზე მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის. არის ასობით, ათასობით ბრალდება არასწორი ქმედების შესახებ, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო ჩადებული. ამ შემთხვევაში, რომ იმისთვის, რომ მოხდეს განსჯა, რომ იყო თუ არა, ეს არის თუ არა ეს ბრალდებები დასაბუთებული, ძალზედ მნიშვნელოვანი მექანიზმი არის სასამართლო, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას. ძალზედ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მოსამართლე გამოიტანს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე და მისის გადაწყვეტილება იქნება აღსრულებული. მეორე პრიორიტეტული სფერო, რომელსაც გამოყოფდი, გახლავთ ეკონომიკური კურსი. პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა ქვეყნის მასშტაბით სტუმრობის დროს, ნამდვილად თითოეული სტუმარი საქართველოს რეგიონებში ხედავს, რომ არის ისეთი ადგილები, სადაც არის სიღარიბე. ეკონომიკა არ განვითარდა სასურველი ტემპებით. ოფიციალური უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ია, მაგრამ რეალურად ეს რიცხვი ალბათ უფრო მაღალია. ხალხს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ საქართველოს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობის განვითარებით და საქართველოს მდებარეობით აბრეშუმის გზაზე. მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისიც, რომ მოხდეს დაგეგმვა ამ მხრივ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და ვეხმარებით საქართველოს USAID-ის თუ სხვა ორგანიზაციების მეშვეობით ხელს უწყობთ ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში. Certainly our efforts through USAID are to try to support Georgia as it continues to find ways to develop economically. მალე საქართველოს ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, დიდი მოლოდინია ნატოში ინტეგრაციის კუთხით, მაგრამ პარალელურად არაერთი პრობლემა და გამოწვევა. გულისხმობ უკრაინის კრიზისის ოხუმში მიმდინარე მოვლენები. თქვენი აზრით რა არის ყველაზე რეალური საფრთხე საქართველოსთვის და როგორ უნდა დაძლევოს ქვეყანამ იგი? პირველ რიგში მსურს მიულოცო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 27 ივნისს დაგეგმილი ხელმოწერა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ, რომელიც ხელში უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალის განვითარებას და საბოლოო ჯამში გამოიწვევს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობას. ეს ასევე საქართველოში რწმენის ნიშანიც არის. ასევე სექტემბერში უელსში ნატოს დაგეგმილ სამიტზე მედოვნებ, რომ მოხდება ღირსეული დაფასება იმ ნაბიჯების რომელიც იქნა გადადგმული საქართველოს მიერ კრიტერიუმების შესრულებისთვის, როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ, ასევე სამხედრო ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად ნატოს სამხედროებთან, ასევე საქართველოს წვლილისა, რომელიც მასში აქვს ავღანეთის მისიაში. პოტენციურ საფრთხეებს რაც შეეხება, თქვენ ალბათ აკვირდებით, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითადი ყურადღება დეესკალაციაზეა, განმოხტვაზე სიტუაციის მიპყრობილი, რომ არ მოხდეს ამ კონფლიქტის უფრო სერიოზულ კონფლიქტში გადაზრდა. საქართველოს რაც შეეხება, საქართველო ამ მხრივ მისდევს ორ მხრივ მიმართულებას. თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რაც ადამიანის თვის არის შესაძლებელი იმისთვის, რომ გეჩვენებინათ რუსეთისთვის, რომ დგამთ კონსტრუქციულ ნაბიჯებთ და საქართველო არ არის განწყობილი აგრესიულად რუსეთის მიმართ. ამავე დროს საქართველო კონსტრუქციულ მიმართულებით მიდის ევროპისა და ნატოსთან ურთიერთობებში, რაც ნამდვილად სწორია მისი მხრიდან. და როგორ ხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის როლს კონკრეტულად ამ მიმართულებით?
შემიძლია ასევე აღნიშნო ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომ და შეერთებული შტატები საქართველოს მხარს უჭერს მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში. ზუსტად წინა კვირას პრეზიდენტ ობამამ გააკეთა განცხადება ევროპაში მხარდაჭერის ინიციატივის შესახებ, რომელიც არის სიგნალი, რომ საქართველო და სხვა ქვეყნები მარტო არ არიან ამ გარემოში და ჩვენ მხარს უჭერთ თქვენი შესაძლებლობის ზრდას, რომ გაუკლავდეთ ნებისმიერ წარმოქმნილ საფრთხეს. რეგიონული მედიის სახელით გვინდა გითხრათ, რომ მუდმივად იგრძნობა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, არამედ თქვენი როგორც ელჩის უშუალო მხარდაჭერა რეგიონული მედიის მიმართ. წინ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა რეგიონული მაუწყებლებისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. აქვს თუ არა დაგეგმილი საერთოს კონკრეტული პროგრამები, რომლებიც რეგიონულ მაუწყებლებს ამ ურთულესი გზის გავლაში დაეხმარება? ტექნიკური არჩევის თვალსაზრისით ნამდვილად ვიცი, როგორც ვიცი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მუშაობს. ეს არის ძალზედ დიდი კომერციული პროექტი, რომელიც ხორციელდება მთავრობის აქტიური ჩარევით პროცესის წარმატებით დასასრულებლად. ვიცი ასევე, რომ ძალზედ კარგი ამერიკული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მულტიპლექსების ოპერირებაზე. საქართველოს მთავრობას ნამდვილად მხარს დაუჭერთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ტექნიკურად რთული, დიდი და ძვირი წამოწყება. თუმცა ამავე დროს დრო დასაკარგი არ არის. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საქართველო მივიდეს ამ საბოლოო ვადამდე, რომელიც სულ რაღაც ერთი წელი რჩება წარმატებულად. და დავამატებდი, რომ მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორებად ჩათვლა ამ პროცესში. ისეთი ორგანიზაციების, როგორიც არის Transparency International და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი. მნიშვნელოვანი როლი შეუძლია ითამაშოს ასევე USAID-ის G-Media პროგრამამაც, რომელიც ვიცი, რომ უწევს დახმარებას Transparency International-ს სამართლებრივ და სხვა საკითხებში. ასევე ჩვენი საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფისს საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის მეშვეობითაც ჩვენ ხელს უწყობთ ქართულ კონკრეტულად რეგიონულ მაუწყებლებს, რომ დაამყარონ ვაძლევთ შესაძლებლობას დამყარონ კონტაქტი ამერიკულ პარტნიორებთან, ანალოგიურ რეგიონულ მაუწყებლებთან და მათგან მიიღონ ის გამოცდილება, თუ როგორ მოხდა ამერიკაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. მიგვაჩნია, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს მაუწყებლებს. So hopefully these partnerships will help. Thank you very much by regional broadcasters. My pleasure, Sasyamama. Thank you. უკვე წლებია, რაც კოსტავას ქუჩაზე რკინიგზის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ანტისანიტარია აწუხებთ, რომელიც რკინიგზის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების დაბინძურებითაა გამოწვეული. მოსახლეობას აუტანელ პირობებში უწევთ ცხოვრება, რადგან შენობები ნაგავსაყრელადაა ქცეული და ეს ადგილი მწერებისა და ქვეწარმავლების ბუდია. ადგილობრივების თქმით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ისინი წლების მანძილზე მიმართავდნენ რაიონის ხელმძღვანელობას, რკინიგზის დეპარტამენტს, მაგრამ მდგომარეობა დღემდე უცვლელია. ისეთი ხალხს მოვაკა, ახლა ნაგავი და ყრის, ხო? მე მწვენია რომ ვაკადრო რაიმე, გამიგეთ. ადამიანი არ ვიცი, მე რა ერი ვარ, ჩვენ მერგევი კაცო. ასე როგორ შეიძლება შენ ნაგავი ჩემთან მოგაკ და ხვეწინ მეყრი კაცო. არ არის მართალი. ვისაც ეკუთვნის, ისინი იმათაც ბოდიში და არაფერს არ მიაჩნიათ ეს, იმიტომ რომ ისინი არ ცხოვრობენ აქ და მოვიდა ახ გაზაფხული და ბუზებით გავისება ყველაფერი კაცო. მე ოჯახებში შემოდის და ხო იცი ახ ბუზი აждია იმის არის რამეს რომ მე მოვა და შეიძლება პურზე დაგიჯდეს იგან ვერ გავარკვიეთ დღემდე ვის ეკუთვნის ამ ტერიტორიის დასუფთავება, მოვლაპატრონობა 20 წლის განმავლობაში აი აღნიშნული შენობა მიტოვებულია, დამგრეულია, ნარჩენებით ავსილია, ქვეწარმავლების და ღნელებზე ლაბარაკი არ არის, ალბათ ვერც დაიჯერებს ვერცერთი ზესაფონელი რომ ზესაფონში კვერნა და ქვეწარმავალი ქალაქში სადგურიდან 50 მეტროში მოშორებით იყოს და ასეთი რთული მდგომარეობა იყოს. იძულებული ვართ მოსახლეობა, რაც შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა გარეთ დასუფთავებაში, გადავაყარეთ ხრეში, სილაღორღი და დაიფარა გარეთ ყოფის
მაგრამ შიგნი ისეთი მდგომარეობა რომ თქვენც კი თვალით ნახავთ და ალბათ მაყურებელიც დარწმუნდება რომ რაიონში ასეთი მდგომარეობა და ანტისანიტარია ჩემი აზრით არცეთ ადგილზეა არ იქნება. არ შეიძლება ეს იყოს ასე მიუხედავი. გასარკვევია, ვის დაქვემდებარებაში იმყოფება ეს ტერიტორია, უნდა გაირკვიეს ეს ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, ან და რკინიგზის დეპარტამენტის დონეზე უნდა გაირკვიეს, ურთიერთშორის უნდა მოხდეს აი ამ პრობლემის გარკვევა და შემდეგ დარეგულირება, ისე რომ შეიძლებოდეს ადამიანებმა იცხოვრონ გველების, ხვლიკების და 1000 ქვეწარმავლების გარეშე. ეს სერიოზულ საფრთხეს ქმნის, აქ ბავშვები ცხოვრობენ, აქ ადამიანები არიან, მიდიან, მოდიან და ანტისანიტარიის ბუდეთ არ შეიძლება გადაიქცეს ის ტერიტორია, რომელშიდაც ერთ დროს ხუხთა ცხოვრება და აქ ყველაფერი იყო მოწესრიგებული. აღნიშნულ მდგომარეობაზე კომენტარი ვთხოვეთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურს. როგორც ამ სამსახურის სპეციალისტმა განგვიმარტა, რკინიგზის დეპარტამენტსა და გამგეობას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ტერიტორია დასუფთავდება. ურთიერთშორის შეთანხმებით ხელშეკრულება გაფორმებული არის ზესტაფონის მუნიციპალიტეტსა და თბილისის რკინიგზის საბრძოლოსთან 10 დღის ვადაში ასე არის ხელშეკრულებაში 10 დღის ვადაში გადაჭრილ დაიქცეს საყოფაცხოვრებო ნარჩენი რომელიც შესრულებული იქნება ხელშეკრულების მითითებული იმის მიხედვით. როდის შესრულდება ეს სამუშაოები სპეციალისტ არ დაუკონკრეტებია, თუმცა ნიშანდობლივია ისიც, რომ დასუფთავების შემთხვევაში მოსახლეობამაც უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, რათა ტერიტორია ისევ არ იქცეს ნაგავსაყრელად. მზადება ევროპა ლიგისთვის, როგორ ხვდებიან ზესტაფონის მთავარ საფეხბურთო არენაზე დიდი სპორტული შეჯიბრების მონაწილეებს და რა ხდება გუნდში, რომელიც ევროპული დონის ასპარეზობაში მეორე საკვალიფიკაციო რაუნდიდან უნდა ჩაერთოს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დავით აბაშიძეზე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია. დავით აბაშიძეს სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ღობეების, ტაბლოს აუზების შეღებით სამუშაოები, ფასადები წინ და ადმინისტრაციული შენობის, თვითონ მინდვრის, ღობის, ტრიბუნების, კიბეების. აი ეს არის სულ სათავსოების შეღება, შეკეთება. და ყველაფერი იქნება ისე როგორც დავგეგმეთ გრაფიკით. აუამინდობა ხელს გვიშლის ხანდახან, მაგრამ ვეტევით დროში და UEFA-ს თამაშებისთვის იქნებით სრულ ზადყოფნაში. სერიოზული მზადებაა გუნდშიც, რომელიც პირველ ეტაპს ადგილობრივ ბაზაზე გადის, მერე კი ავსტრიაში სპარინგ მატჩების ჩასატარებლად მიემგზავრება. 24 ივნისიდან 10 ივლისამდე პერიოდში გუნდი ავსტრიის ალპურ ზონაში, ტიროლის მხარეში დაიდებს ბინას. იქ დაგეგმილია რამდენიმე, კერძოდ 5 ამხანაგური მატჩის გამართვა. მოდით კიდენ გამომდინარე, რომ სია ჯერ საბოლოო დაზუსტებული არ არის. მეტოქეთა ვინაობას ჯერ არ დავაზუსტებ, თუმცა გეტყვით, რომ საკმაოდ ძლიერ ოპონენტებთან გვექნება საქმე საწვრთნელი შეკრებისას, მეორე საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობისას. ევროპა ლიგის მატჩებს ზესტაფონი მნიშვნელოვანი საკადრო სიახლეებით ხვდება. გუნდში ჯაბადვალი დაბრუნდა, რომელიც ბოლო დროს აზერბაიჯანულ ყარაბაღში თამაშობდა. ყოფილ ზესტაფონელთან ორწრიანი კონტაქტი გაფორმდა სისტემით 1+1. კიდევ ერთი პასი. გელაშვილი იბრძოდა ბურთისთვის, დვალი დაარტყა 2-2 ჯაბადვალი ათანაბრებს ანგარიშს. შესანიშნავი გოლი. ზესტაფონელთან 1-1 ნომრის და ანგარიში ხდება 2-2. დაბრუნდა ჯაბადვალი, ფეხბურთელი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია მთელი რიგი წარმატებები ჩვენი გუნდისა, მათ შორის ორი საჩემპიონო ოქრო, დიახ მართალი ბრძანდებით, საკმაოდ წარმატებული ასპარეზობა ევრო არენაზე, ჯაბა საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ ევროპულ ასპარეზზე 12 გატანილი ბურთით ევრო ტურნირებში, ეს ნამდვილად სერიოზული ციფრია დამეთანხმებით. ჯაბა უკვე გუნდთან ერთად იმყოფება, შეუერთა საწვრთნელ პროცესს და ძალიან გვეიმედება მისი.
ძირითად გუნდს შემოუერთა ასევე რენე ფერეირა, უახლოეს რამდენიმე საათში კი ზესტაფონში კიდევ ერთი კოლუმბიელი ახალწვეული ჩამოდის. რაც შეეხება ნიკოლოზ გელაშვილს, მის გუნდში დაბრუნებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ვინ იქნება ზესტაფონის მეტოქე ევროპულ ტურნირზე, ინფორმაცია ჯერჯერობით ამ დონეზეა. გუნდთან ერთად დღეისთვის იმყოფებიან ორი ფეხბურთელი, რომელთა, ასე ვთქვათ, კლუბთან ურთიერთობათა საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა და, უნდა ვივარაუდ დადებითად. ესენი არიან თავდასხმელი ბექატ უღუში, რომელიც ბოლოს ქუთაისის ტორპედოს რიგებში ასპარეზობდა და გარდა ამისა ნახევარმცველი ლაშა გვალია, რომელმაც ფეხბურთის მოყვარულთ თავი ჯერ კიდევ შარშან დაამახსოვრა საკმაოდ საიმედო ასპარეზობით გორის დილას რიგებში ევროტურნირებზე, ეგორელთა შარშანდელი საკმაოდ წარმატებული კამპანია ალბათ ბევრს ახსოვს და ლაშა გვალია ერთ-ერთი წარმატებული ფიგურა გახლდათ. ბოლოს ის რუსული ურალის რიგებში ირიცხებოდა და მოკლედ გვაქვს დიდი იმედი იმისა, რომ ჩვენთან თანამშრომლობის საკითხიც დადებითად გადაწყდება. უკვე შეუერთდა მცირედი დაგვიანების ოჯახური პრობლემებით გამოწვეული დაგვიანების გამო რენე ფერეირა დო სანტოსი, ჩვენი ბრაზილიელი მცველი და გარდა ამისა დღეს ველოდებით გუნდის რიგებში, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ახალწვეულის გამოჩენას. ეს ფეხბურთელი გახლავთ ეროვნებით კოლუმბიელი, ახალგაზრდა მცველი. შესაბამისად ალბათ ამ ფეხბურთელთან ურთიერთობათა საკითხიც განხილვის საგანი გახდება უახლოეს დღეებში. პირველი ევროპული მატჩი ზესტაფონის მონაწილეობით 17 ივლისს, განმეორებითი კი 24 ივლისს შედგება. ვერ დაარტყა გურულმა. ბოლოს კაპანაძის დარტყმა არის თორნიკე კაპანაძე. 3-2 ზესტაფონის სასარგებლოდ. მეორე ადგილზე დაასრულა საგაზაფხულო სეზონი ზესტაფონის კიდევ ერთმა გუნდმა. მარგვეთის მიერ ხობის კოლხეთთან მოპოვებული ორგოლიანი უპირატესობა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმერული კლუბი მეორე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო. ხობელებთან მატჩში გატანილი გოლების ავტორები ირაკლი ზარნაძე და ბაჩუკი ბერაძე არიან. მარგვეთს ამ ეტაპზე პირველ ლიგაში გადასვლის შანსი რჩება, თუმცა ყველაფერს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში განვითარებული მოვლენები გადაწყვეტს, რომელიც უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების ოდენობის გაზრდის საკითხს უკავშირდება. ეს 4 წელი ასე უწოდეს თავიანთ ღონისძიებას პირველი საჯარო სკოლის მეოთხე კლასელებმა, რომელიც პირველ მასწავლებელთან განშორების ნიშნად კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გამართეს. და როგორც ამ ტიპის ღონისძიებებზე ხდება ხოლმე, აქაც მთავარი ლაიტმოტივი იყო. პირველი ნაბიჯები და ურთიერთობები, პირველი შეხება ქართველთა საფიცარ დედაენესთან. სკოლის კედლებში დაგროვილი შთაბეჭდილებები და განცდები, დღეები, რომელიც პირველ მასწავლებელთან ერთად იწერება და 4 წლის მერე მთავრდება როგორც მოსწავლეობის ერთი ულამაზესი ხანა. როგორი იყო იგი პირველი საჯარო სკოლის ამ მოზარდებისთვის. ძალიან მომეწონა ეს დღე. იმედია ჩვენ შემდეგ მოსული ბავშვები ისეთივე იქნებიან როგორც ჩვენ. მადლობა ზუხთი ეკა მასწავლებელს, რომ ამდენი რამ შეგვასწავლა დედაენა, შეგვაყვარა ქართული ენა და მადლობა ზუხთი ამ დღეებისთვის. მადლობა ზუხთი ეკა მასწავლებელს, რომ ასეთი ცოდნა შეგვძინა და მომავალ პირველ კლასელებს წარმატებებს უსურვებ. იმედია ჩვენზე უკეთესები იქნებიან. 4 წლის განმავლობაში ბევრი სასიხარულო დღეებიც ვქონდა. დღეს განშორების დღე არის, ცოტა სევდიანი დღეც, მაგრამ მე მჯერა ჩემი პატარების, რომ ისინი მომავალში გაამართლებენ ჩვენ შრომას, დადგებიან ჩვენი ქვეყნის სასახელო შვილები. ღონისძიება საკმაოდ დინამიკური და სანახაობრივი გამოვიდა. მისი ამ ფორმით წარმოდგენაში პედაგოგ ეკა ბარათაშვილთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ. დიდ მადლობას მოვახსენებ ეკა მასწავლებელს განვლი 4 წლისათვის, იმისათვის, რაც იშრომ ამ 4 წლის მანძილზე და მისცა ჩვენ ბავშვებს უსურვებდი, რომ კიდევ ბევრი თაობა აღეზარდოს.
როდესაც მშობელს ბავშვი სასკოლო ასაკის ყავს, ყველა მშობელი ფიქრობს იმაზე, თუ როგორი პედაგოგი შეხვდება მას სკოლაში. ფიქრობდი და მართლაც გამიმართლა, რომ ასეთი პედაგოგი ჩემს შვილს შეხვდა სკოლაში. ეკა ბარათაშვილი საუკეთესო პედაგოგია, მადლობას უხდი მთელი მშობლების სახელით, ბავშვების სახელით, მრავალი ბავშვი გაეზარდოს წარმატებული. ეკა მასწავლებელო, ყველა ბავშვების, მშობლები, გეფერებით, ყველას გვიყვარხართ. მეოთხე კლასელების მიერ წარმოდგენილი ლიტერატურული და მხატვრული ნომრების სცენურ მრავალფეროვნებას ქმნიდა. განსაკუთრებული ემოციები ახლდა ასევე იმ პატარების გამოსვლას, რომლებმაც მიმდინარე ღონისძიების მთავარი გმირები უნდა შეცვალონ ეკა მასწავლებელთან. მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხოვით სხვა განყოფნას მიჩემია აქ სიკვდილი.